სანამ ემი ჩაგვივარდებოდა ხელში, სანამ ჯოქარი გვათხოვდა ამ ემს, ჩვენ ვეცადეთ რომ გადაგვეღო ახალი მეხუთე სერია, არა ემი, იმიტომ რომ ახალი სერიები არის ზოგადად და სანამ M5 მეთქი გამოვა, ან ვიღაც გვათხოვებს იქამდე ახალი პიცოტი შემოვაგდოთ მეთქი ჩვენ არხზე, მაგრამ აი რომ დავიწყეთ გადაღება, აი შუა ტესტ დრაივში, მივხვდით რომ არ ღირდა მანქანის გადაღება და საერთოდ დადება და რავი, პატრონისთვისაც უნდა გვეწყენინებინა და ხალხსაც უნდა ეთქვა რომ ეს რა ბარიო და ერთი სიტყვით ეკადრები კიდე შემონახული თუ გვაქვს ამოვანათებ ეს უზარმაზარი ბეგემოტი თქვენს წინაშე ბრუტალურად გამოიყურება, მაგრამ რაღაცეები მაინც აკლია. ანუ ის ბრუტალურობა მაინც აკლია, რომელიც ქონდა ყველა M5-ს. ყველა M5 იყო ზვიგენი ქალაქში. ანუ ზვიგენი იყო ზღვაში ოკეანეში ზვიგენი რომ მოდის და ყველა რომ იფანტება აქეთ-იქით რომ მიდია შიში ზარსენ და ზუსტად მაგასთან ასოცირდებოდა M5. ყველა M5. ეს ცოტა ვეშავს დაამსგავსოს. ყველაზე დიდია. კი, საშიშია, მაგრამ ისე ძალიანაც არ გეშინია. უბრალოდ აი შორიდან რომ ხედავ, ვეშაპი და ეს ზვიგენს რომ დაინახავ, ეგრევე ყველა გარბის აი იმ ადგილს ყველა შორდება. ამიტომ რა ვიცი, ეგ ერთი მინუსი არის ჩემთვის. კი, ერთი საფეხურით რაღაცით გადააბიჯა სხვა წინა მოდელებს, მაგრამ არის თუ არა საკმარისი, მაგასაც დღეს გავიგებთ. ტრეკზეც წავიყვანთ, ქალაქშიც ვივლით, ქალაქგარეთაც ვივლით და ყველანაირად ვეცდებით რომ ეს ავტომობილი გავტესოთ და გავიცნოთ. მეტი ფანტაზია რატომღაც აღარ ეყოთ გერმანელებს რომ უკეთესი და აგრესიული ყოფილიყო. ფორმაც რა ვერ გავგიჟდი ახლა ამის ფორმაზე, ვერანაირად ვერ გავგიჟდი აი ამ S60-ის ფარია. ხო, უნდათ რომ S60, კი, უნდათ რომ S60 ყოფილიყო, მაგრამ S60 წარბიც ქონდა, თვალიც ქონდა და რავი შეიძლება სისხლიც ამოსვლოდა და რაღაცა გამწარებული გენახა, მაგრამ ამას არაფერი არ აქვს. აი უბრალოდ ეს ორი ზოლი კადრებში ბევრჯერ ნახავთ გონდა ვიდეოში, ანათებს და ნუსიო მაგით დამთავრდა ყველაფერი. მაგით შემოიფარგლება ამის ბრუტალურობა და ამის გამოხედვა.